ჩასვი გამოტოვებული სიტყვები. კაი, წადი თბილისის ზღვაზე. არა, ზღვაში. ამ ყინვაში? ჩაიბუქნე 9-ჯერ. აუ, ეს ღამაკმა. გათვევი არა უშავს და ჭამე ჩიხირთ. ჩიხირთმას. საიდან გახსოვდა საერთოდ ჩიხირთ? ქართველი ვარ. კაი, დამიჭირე. მოვედით თბილისის ზღვაზე, უნდა გავიყინო. პირველად ჩავდივარ თან თბილისის ზღვაში და ჩიხირთმით თუ ჩავიდოდი არ მეგონა. აი ბოლტფუდმაც მოგვიტანა დროულად ჩიხირთმა. იმედია ჩიხირთმა მაინც არის ცხელი, რომ ცოტა გავთმეი. მადლობა. ჩვენიერ მდგომარეობაშია მოსული თან ცხელი არის ცოტა ძალიან გემრიელად გამოიყურება, მაგრამ რო ვიცი რომ თბილისის ზღვაში უნდა ვჭამო 17 დეკემბერს, ცოტა ცუდია. ჩიხირთმა თბილისის ზღვა ბუქნე ვიღადავჭა. ჩაცმული შევდივარ რომ ცოტა თბილად ვიყო. აუ ძალიან ცივია, მართლა ძალიან ცივია. ჩიხირთმა ცოტას მათბობს ახლა. რატომ აკეთებ ამას? მოკლედ ბუქნები და ჩიხირთმის ჭამა წავიდა. 9-ჯერ უნდა ჩავიბუქო. სად ვარ აქ ბოლტფუდმა როგორ მოგვაგდო საერთოდ? აი ეხა არის ყველაზე რთული მომენტი. ერთი! ძალიან გემრიელია ჩიხირთმა. სწრაფად ხო არ ვქნა. ორი! შემეკუმშა გული. ბოლტფუდის კურიერი ნახეთ როგორ დამცინის შორიდან. ვინმეს ესეთი რამე გიგნიათ? თბილისის ზღვაში ჩაბუქნული ვარ და ვჭამ ჩიხირთმას. ამი, ეხა ის გამახსენდა დინარეში რო ქეიმოვენ. და სამღეგრძელოებს რო იძახიან 4, მაგრამ ისინი ზაფხულში შვებიან ამას. ეხა უკვე ვიყინები. 5! თქვენს თუ მოგინდათ ესეთი რაღაც აკეთება, შეგიძლიათ ბოლტფუდით გამოიძახოთ ნებისმიერი საკვები და თბილისის ზღვაშიც კი მოგიტანენ. თან ცხელს და კარგს. გონი გამისწოდა ხა ბოლომდე ჩავა. 8! 9 და თუ გამოვიწყეთ არც მაგის გამო მეათედაც ჩავალ. 10! ეგა შესულდა ხო? მოკლედ შესულდა ჩელენჯი თბილისის ზღვაში გამოვიძახე ჩიხირთმა და ბუქნების გავაკეთე. ამ შავ ზღვაში წავიდე.